გამარჯობათ. ვერ მიშელიღა დამჭი გასაკეთებელი. უბრალოდ ვიფიქრე, რომ ყველაზე სწრაფი რა შეიძლება გამიკეთებინა და ვერ მიშელი მაქვს გასაკეთებელი 4:25 წუთია. ეხლა მოვჭი ოთახების დალაგებას და დასუფთავებას ისე, რომ დამსახურებულად შემიძლია ვერ მიშელის გაკეთების შემდეგ დავჯდე პირველი ყავადავლი ჯერ არ დამილევია. მტრებიდან მივყევი და შემომელაგარა და ზედმეტი რაღაცები ავიღე და გადავყარე. თუნდაც ახალი ყოფილიყო სუვენირები და ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ არ შემიძლია, ცოტა ხანი ავიტანე, მაგრამ დიდი ხანი არ შემიძლია. პატარ-პატარა ნივთები რო ალაგია რაღაცებზე, არ შემიძლია. გადავყარე ტელეფონის ყუთები. ეს რითიც იყიდი ის ყუთები. რაღაცები გადავყარე და აი ეს გადაყარა მშველის ხოლმე რომ რაღაცნაირად ვიყო სუბუქად. ხო და ვერ მიშელს ხა გავაკეთებ და აი ამ ფორმიდან გადავალ ცოტა ადამიანურ ფორმაზე და ისე შემოგიღირდებით დროებით. ой, მთვარე. არა, ჩას მთვარე. რატო არა ჩას მთვარე? აბა, ხალხო, გამარჯობათ. უკვე მე მგონი კარგად მართლა დავხიე შორე გეფიცები შორე რა ისა. და ქვია კაცო რო ყდებიან დაწერენ ხოლმე. მის გამოთა და მოვიწყდა. ჰა, შორე რა ქვია მაგას გეწოდინება შენ. ანდერძი. იცი რამდენჯერ დავხიე. ხო. მოაღწი როგორც იქნა ხალხო, რომელი საათია, 5-ია, ზუსტად. ყავა მინდოდა თქვენთან ერთად, მაგრამ არ ადუღებულა, მაგრამ არა უშავრა. ვიდეოსაც ჩავწერ, ალბათ მერე ადუღდება და მომიწევს მერე რომ უთქვენოდ დავლიო ყავა. მაგრამ დავლევ, არა უშავრა. ძალიან ანათებს თუ მეჩვენება, მე არ ვიცი, მაგრამ აბა მოდი ცოტა ჩავუწიო. ой, მე ძალიან ჩავუწიო უკვე. რა ვიცი კაცი. ეხა როგორ ვარ დღესა, ბევრი მწერთ. მთლიანობაში არ ამიშავრა რა. რეუმატიზმი მაწუხებს. მთლიანობაში არ ამიშავრა, ოღონდ მართლა. ეს როგორ ხა უნდა გამოითა, ხო, კაი. წუხა შემეშინდა. სინამდვილე რო გითხრათ, იმიტომ რომ ძილის წინ რო გავისინჯე, მქონდა სიცხე კიდე. დაბალი, მაგრამ მქონდა 37 და ნუ არც დაბალი 7 თუ რაღაცა იყო რა. ხო და მეთქი ვაიმე, დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი, რომ ალბათ მეთქი ექიმთან წავალ. მაგრამ დილას რო გავხდი აღარ მქონდა. მაგრამ გუშინ იყო საშინელება ხალხო, თვალიდან და ცხვირიდან ერთნაირად გამდიოდა წყალი. მე ესენ დამცინოდნენ, სალფეტკი მოუღუნე. სალფეტკი მოუღუნე და თვალებშიც მეკეთა და წვიშიც. დავიღალე, აი ეს აღარ შემეძლო უკვე. და ეხა ვისაც გავიკითხე და ვისაც ეს ვირუსი ქონა, ანალოგიური სჭირდა ყველას. ცალკე ხო ცემინება მიყვარს ძა. ცალკე ხო ცემინება, აი დაბლა დაგდებამდე, გუშინ რო გადავწყვეტე უნდა დამეძინა, რო ამიტყდა ცემინებას, თუ გამომფრინდეს, თუ გადმოვყარე ეს ძილის მამიდები აქეთ-იქით, რაღა დამაძინებდა. ნუ მაინც დავიძინე სხვა რამე. საშინელი ვირუსია, ოღონდ მართლა არ ვიცი რა. ეხა ცრემლი აღარ, აი საერთო არაფერი, უბრალოდ ეხა ცხვირში მგრძნობ რო არ გაჭედილი. იმედია რაღაცა ეტაპი უკვე მთავრდება, არ ვიცი, ვერ გავიგე ამის ვერაფერი. საშინელი ვირუსი, საშინელი და უფრთხილდი. დღეს დავამთავრე. 4 დღე არის საერცხოს რეცხავ ამ 24 საათიანი წყლით.
ანუ არ დაწყვეტილა რა და წეღან საერცხის მანქანა რომ ბოლო გავლებას აკეთებდა გავიგე ხმა ჰაერი შედიოდა აშკარად და კიდე კაი დაბლა ვიყავ ისეთი გრუხუნით შედიოდა ჰაერი საერცხის მანქანაში წნევით რომ ის დავკეტე და მატორი გავხსენი რომ მეთქი დაავლოს დაბლა რო არ ყოფილიყავი კი გაჩერდებოდა საერცხის მანქანა წყალს რო არ მიაწოდებოდა კეტავს ხოლმე ჩერდება რომ არ დაიწვას რა აქ თავდაცვის ის რომ შრალზე არ იტრიალოს ხო და ერთ სიტყვით ეხა დაწყდა და იმედია მოვა ეხა ვფიქრობდი რომ შევყარო მეთქი კიდე მაგრამ იყოს ერთი რა ხვალ ეცახში რა ვარ ზეკაც ეს კვირა ხوار მომშო ხო ესე იგი ყოველ წელს იანვარი არის ხოლმე ჩაგდების წელი ჩაგდების თვე ყველა მხრივ აი თითქოს ამ წლის ახლიდან უნდა აიკრიფო ეს ღონე ახლიდან უნდა რაღაცა დაგორდერო მთელი წელი გეყოს აი ეგ მომენტი მაქვს მით უმეტეს როდესაც 1 იანვარი დაიწყეს სიცხით და ცუდად ყოფნით და რაღაცა საშინელებით მით უმეტეს რა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აისახება საქმეზეც რაღაცა შეკვეთებზეც აისახება YouTube-ზეც იანვარი ძალიან ის არის ხოლმე ისედაც გადახდების მხრივ კარგავ ვერ დაკეცე გადახდების მხრივ ის არის ხოლმე რა ძალიან სანამ ეტყობა რეკლამის მფლობელები მიხვდებიან რამდენი უნდა გადაიხადონ ახალი წლის დაწყებიდან YouTube ბლოგერების გვერდებზე როდესაც თავიანთი რეკლამა ეს ნუ კარგი იყოს გატკიცინებული რა უბედრობა არის ვინ მიხვდება ეს რა არის არ გეტყვით დააპაუზეთ და თქვით ეს რა არის ტრენდულია ხალხნებო არ გეტყვით მე თქვენ თქვით რაც არის ხო და აი მომენტი მაქვს ახლა რა ვიქოქები ახალი წლის დადგომასთან ერთად იანვრის დადგომასთან ერთად ახლიდან ვიკრებთ ყველანი ძალას ყველ ენერგიას რაღაცა რომ ეს ერთი წელი გვეყოს მაგრამ არ არის ეს ოხერი ენერგია და საიდან მოვიტანოთ არ არის და ნუ არის და წეკი დაიძინე ხო და რადგან დღეში ერთი ვიდეო გამომდის ხო სახში კი ვარ მაგრამ არა ვარ სახშიც კი არა საერთოდ არა ვარ აი ესე რობოტივით მithumetes დღეს კარგი გოგო ვიყავ დღეს გამოგავი რაღაცა წერსასრუტი მტრები იატაკი გამოწმინდე და ჟეჩავედი და კუხონაშიც გამოუსვი ერთი პლუს საჭმელი ხო გავაკეთე ორჯერ და არა კაი გოგო რა ხო მაგრამ გამისთევით არ არის ეხა საღამოსლოც ვატარდება იქ წავიდა იოანე და დილაზე იქნება წირვა არ ვიცი მსვლელობა იქნება თუ არა ამინდებს რაც შეეხება ისეთი ამინდებია რომ წესით ხელს არ შეუშლის წუხელს ფოთაშორის რო წებოდი გავედი გარეთ და თორჭყაპი მოდიოდა და ციოდა და დილას 9 თვალა მზე იყო ხო და აი გუშინ შარშანაც კაი ამინდი იყო და ვნახოთ რა იქნება ხვალ არც ის არ ვიცი თუ წავლენ მეწავალ თუ არა იმიტომ რომ მართლა ვერა ვარ კარგად აი დღესაც თუ სიცხე არ მომცა გუშინ მთელი დღე მქონდა და ძილის წინ მომცა რატომ მომცა მართლა ვერ მივხვდი და დღესაც თუ სიცხე არ მომცა ესე იგი всё გადავაგორე ხალხნო გამოვძველი და შორე გადადგიეკშილა რამდენჯერად შორე ნანამ მამკითხა როგორ ახარო და ვერა ვარ კარგად მეთქი იმდენჯერ შეუნთო შილას არ გეშველება არაფერი შანსი არ აქვს ვერა ვაკლავს ზოგადად ეხლა მე რა მომკლავს ზე გამახსენდა დედაჩემის მხარე დედაჩემის დედის მხარე იყვნენ ბევრნი მოგეკითხავთ ყველას ვიც მიყურებთ დარიკო ბაბოს მხარე და განხრით და ეძახდნენ არიან ნაირაშვილები და ეძახდნენ პრანგალანი ხო და როდესაც
ბიძაჩემმა ბაბუაჩემი წამოიყვანა, ბაბო წამოიყვანა, ითხოვა და წამოიყვანა. ბაბო გვიყვებოდა ხოლმე, ბევრნი ვიყავითო 11, რომ ისა დედა მოპროსტინაო, გახიაო და გაყო თანაბარ ნაწილებად, რომ შენ როს მთლიანი მოგცი, ამათ რაღა მივიცეო. ხო და არ ვიცი ეს გაგვეხუმრა თუ რაღაცა, მაგრამ ესე თქვა და მერე პაპამ დააყოლა რა, ეს ხო იცით აი ესე პაპა ბაბოროს ხედავს, პაპა აღარ არის ცოცხალი ხა, მერე პაპამ დააყოლა, რომ ასე მითხრეს მეო, რომ პრანგალაათიდან წამოსული ქალებიო, მოკლედო, ქმრებს ხოცავენო რა, ანუ არ არსებობსო, რომ ჯეროო ქალი მოკვდეს და მერე კაციო. პრანგალაათ ქალებიო ხოცავენ ჯერ ქმრებსო და მერე თვითონო. მე გარდატეხავ და შევიტანო პაპაჩემმა თქვა. ეს უნდა დავამსხვრიო. და ეხა ქვა ადგა. ეხლა ქვა ადგა პაპაჩემს, ბაბუაჩემ მიდის და ეტყვის, აიტო, აკი უნდა შეგეტანა გარდატეხა შემაიმუნო შენაო და ესე. ხო, საიდან გამახსენდა ეგ არ ვიცი, მაგრამ მოვაყოლე რა. ხო და სოფელში, რადგან ბევრი დედმამიშვილები იყვნენ, მეც ხო მაგ შტოს ერთ-ერთი ფოთოლი ვარ და არის ძალიან ბევრი ხალხია, რომელიც ესე შტოს ფოთლები არიან და მოკლედ პრანგალაანი, ესე სოფელში ვართ მიმოფანტული, ვისაც მათი სისხლი გვირევია, ასე რომ სულ ჩვენა ვართ წევს სოფელში. აი ეგრე. ხო და ეგე პაპა მე ესე უნდა გავაკეთო და ბაბუა ვაყოლბე და ეტყვი, რა საბობდიო? ტყვის ხოლმე, ეს წინაწარ არ უნდა ილაპარაკო. რო ვახველებ, აი ეს აღარ ამტკივა, ეგეც ერთ-ერთი წინსვლა არიჩები, რო ვახველები გეფიცები სატყუჭი და გული და ნაწლავი მქონდა, სულ ახალ ართული მქონდა, თან თუ ამას ცებიდება მოყვებოდა ხო საერთოდ კოშმარი იყო რა. ნინო მიდი შეერთებ ისა, როდის ხე ძალიან ჩაბდელებული მხარე არის აქეთ. მარცხნივ დადიან. შეერთებ? თეთრი უნდა იყოს. ესე, ნუ თლათ არ გავატათა, მაგრამ რაღაცა იგი გამოდის ახლა სანამ გარეთ დაღამდება მანამდე ვიდეო ჩამეწერა, გეხვეწები წყალი ჩამომისხი ცოტა რა. მომეცი ხუთიანი. ეს ამოტანილი მაგ ეს ჭიქა რომ ფეჩზე გამათბობელზე იდგმევა ეს რა, ანუ ეს არ წყდება, შუშა არა. 5 ლიტრით ამოგვაქვს წყალი და აქ ფეჩთან ვდებთ რომ შეთბეს ცოტა, თორე დაგვემართება ანგინა ახლიდან. ცივია. ხო და ეხლა შორე მეზარება თორე კატას ვაკოცებდი შენგან დავწერე აკოცეო. რამდენჯერაც ისე იმდენჯერ გამიხსერე ხო და გიხსერე ხოლმე. სად არის შავი კატა? სად არის შავი კატა შორე და ეძახის? რას ნატრობდით ხოლმე ახალ წელს და რამე თუ აგისრულდათ ხალხნებო. მე არასოდეს არ მინატრიალებ. ეგ მეგონა მარტო დაბადების დღეზე უნდა გენატრა. უბრალოდ ერთი ის მახსოვს ძალიან მტკივნეულად რომ დაახლოებით ნინოს ასაკის ვიყავი რომ ესა ბაბო მიდევდა ხოლმე ხუთლარს თუ რაღაცა ძველ ეს ახალ წელს ბალიშის ქვეშ და ინგა კიდე მამი და ჩემი კიდე კინდერის შოკოლადის ჩამოვდიოდა სპეციალურად რომ ეგ ჩამოეტანა ხოლმე. ხო და დაახლოებით ნინოს ასაკის ვიყავი რომ ეს რაღაცა ესეთი არ ვიცი ვიღაცა კი მახსოვს ვინც რა ესე
ჩამიბწარა ბავშვობა და თქვა თოვლის პაპის შესახებ და ბაბო ესწრებოდა ამ ყველაფერს რა და ნუ კაი ვიცი ხო მეთქი რა რაც არის ეგ არის თქო და პირველი იანვარს წამოხტი მეცი ბალის და რაღაცა შეხო ახლა გჯერა ახარ მომწესით ფული ჯერა მეუთხარ მომავალ წელს ბოლოს ქორწილის წლოვანების რო ვიყავი რომელიც 19 წელსა გავთხოვდი და 19 წლამდე ვიხვეწებოდი ჯერა მეთქი მაგრამ აღარ არის ნუ ისე რომ მივსულიყავი და ნუცა რო გადმომივლდა ხოლმე ჩემი მეზობელი და მაღაზიაში ვიდიოთ ხო 5 თეთრი რო ქონო და შეგვეძლო უნივერმაგში წავსულიყავით ყველაზე დიდ მაღაზიაში წავსულიყავით ერთ კევისთვის მე და ჩემი მეგობარი ის კი არ იყო მნიშვნელოვანი რა უნდა გვეყიდა და რამდენი არა მთელი ის გზის პროცესი რო რა ვიცი რას ვაკეთებდით კაცმა არ იცის ხო და რო გადმოვიდოდა ხოლმე ნუცა რო აი 5 თეთრი მაგდა წამომაყწი დაიცა მე ვთხარი ბაბოსთან მივიდა და ბაბა 5 თეთრი თუ ხო არა გაქრო ჩამოვუდგებოდი ხო ბაშ რას ეძახი მთელი ის იყო ეგ იყო მთელი რა ვიცი მაშინ ღირდა კევიშვილი და საკმაოდ და მთელი 10 თეთრით წავედით ერთი გამყიდველი საწყალი დაიღუპა თინადეი და გვიყვარდა ხოლმე მაგასთან მისვლა და მივედით ერთხელ გვაქვს 5 თეთრი მეტი არა გვაქვს ახლა ის არის აღდგომა რო გავიდა ეგ დღეა რა აღდგომის დღეა მოკლედ და ნაყინი გვინდოდა მაგრამ ნაყინის ფული ვერ ვიშოვეთ ეხლა რო დაიწუწუნებე ხო იცი არის ქა და რაღაცაო და ვერ ვიშოვეთ 5 თეთრი ვიშოვეთ მარტო და კაი წავედით კევზე ეგ იქვე უბანში ძალიან ბევრი მაღაზია იყო იქ ჩვენთან და მივედით ავი შამპანიურიდან დაწყებული ყველაფერი გადმოვადებინეთ თინადეიდას რა ღირსო ეს და მაიტა 5 თეთრი ნინუცამ დაუდო და კაი ერთი კევი მოგვეციო და კიდე ხა მაგვცება ოღონდ უყვარდა ხოლმე ესე რო ვაწვალებდით ხოლმე არა განა იმიტომ აკეთებდით რომ არ პატივს არ ვცემდით ან რაღაცა ჩვენთან ერთად კუთებოდა ხოლმე ის და სიცილით ხოლმე ისეთი საყვარელი ქალი იყო ხოლმე მე დაიღუპა საწყალი მაგ მაღაზიაში ცირა გვაქვს აი ხა ხო იცი მე ის მოგონებები მაქვს ხოლმე ძაფრად და გახსოვთ მით უმეტეს აი დაახლოებით ბარბარეს არა უფრო პატარა ასაკში შეიძლება ნინოს ასაკის ვიყავია რაღაცა გამოვიდა მომგებიანი გრილიაჟები ანუ გრილიაჟი ხო ყველა ვიცით რაც არის და იმაში იყო ქაღალდი უბრალოდ გრილიაჟის პარკზე ქვემოდან შიგნით შეფუთვაში ეკრა ხოლმე პრიზი ყველაზე მაქსიმალური ყველაზე კაი პრიზი იყო ბურთი ჩვეულებრივ სათამაშო ბურთი რომელიც ხშირად გვიფუჭდებოდა ხოლმე უბანში იმიტომ რომ სულ ბურთით ვთამაშობდით ხოლმე და რამდენჯერმე ვცადეთ და არ ამოგვივიდა ეგ ბურთი მოკლედ რა და მე ავდექით ეს ვიცოდით როგორ ქაღალდზეც ეწერებოდა ჩვენ დავწერეთ ბურთი დავაკარით გრილისა, ანუ ეს გრილიაჟი ხო ვიყიდეთ, იგივენაირად დავაკარით, შევფუთეთ და აი მასში შევიდეს გრილიაჟი და ანუ ამ გრილიაჟის პარკში ხელს გაყოფინებდნენ რა, რომ ამოგიღო და მიგეცა. ნუ რა მოიგე. აქ ხო მედოდა ეს რომ ჩავყავი და ჩამოვაძრე და ეს ჩვენი გრილიაჟი ამოვიღე. ხო და მარტო მე კი არა ვარ მისული. მთელი დელეგაციით ავართ ბურთს ვიგებთ. მე რატო გავრისკე და ვაკეთებდი მაგას არ ვიცი ხო და ამოვიღეთ თიდადეიდასთან და ვართ ვისული გავხსენით და ბურთი რა მაგარია ბურთი და ეს ქალიც კიდე გაგიშდა რომ ისა უეჭველი ბურთი არ ჰქონდათ ჩაგდებული მელაშა მეძახი მოვალი ხლა გამოგდელებ ცოტა დიდხნით უნდა ჩავიდე და ამიტომ უცბად დავამთავრებ ხო და ამოვიღეთ ეს ბურთი უცბად რა და თიდადეიდამ იცოდა რომ ბურთი იქ ჩაგდებული არ იყო იმიტომ რომ იცოდნენ რომ ამ ბურთისთვის მიდიოდა ხალხი რა და არ აგდებდნენ გრილიაჟს რომელშიც ბურთი იყო. აი ჩვენ გქონდა. ხო და დაუტოვეთ ის ქაღალდი მოკლედ, ნუ ბურთია, მოგებულია ბურთი. სხვა რას მოდიო ეს დამიტოვეთო, უფროსები რომ მოვლენო, მანახებ რომ მართლა ბურთი ამოიღეთო. ქაღალდს ჩავიცვა. ხო და მეორე დღე ისევ დელეგაციით მივედით. რა ბურთი უნდა წამოვიდეთ. წრეში ბურთი რა ვიცი რაღაცა უნდა ვითაბაჟო ფეხბურთი რაღაც. მივედით და გვაძლევენ 5 თეთრიან ბუშტს. და გავოცდით, კაცო, იქ ბურთი იყო, ბუშტი არა თქო.
ეთყობა შეეშალათ, იმიტომ რომ ბურთიო გვაქო. ამიტომ აი ეგეთი ოინი მოგვივიდა ბუშტზე და ბურთზე. მერე კი უთხარით რაც გავაკეთეთ, მაგრამ ცოტა რომ მოვიზარდებით. წავიდე ხა მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით, აბაჰე და აბაჰო. აი ესე ამ ფონზე. კარგად.